ჩაწერა დაწყებულია. უსათაურო. დრო მიდის. წავედით. მოიცადეთ. კოდი 062291 ნომერი 2. დრო მიდის. მოიცადეთ 1 წუთი. On 2 days, 1959 წლის გაზაფხულზე, 4 დღეში, კრიტიკოსების მიერ აღიარებული და წარმატებული ალბომების სერიის შემდეგ, მაილს დეივისმა ჩაწერა ალბომი, რომელიც Kind of Blue იქცა. ჯაზისთვის და მაილსისთვის არაფერი იქნებოდა იგივე. ეს ჩანაწერი მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ეს ქვაკუთხედი ალბომია. არა მხოლოდ ჯაზისთვის, არამედ მუსიკისთვის. ყველა მიცის Kind of Blue, იმიტომ რომ მათ საკმარისად მოусმინეს ამ დისკიდან კომპოზიციებს. და მგონი მათ თავში უჩნდებათ გამოსახულებები იმისა, თუ რას ნიშნავს ეს სათაური მათთვის. So What's ვრთავდი. როცა Temple უნივერსიტეტში დავდიოდი. ყოველ დილით მაგვიძარა რომ რეკავდა, თიშავდი მას. შემდეგ ღილაკს ვაჭერდი და ფირფიტა ისე ვიწყებდა დაგვრას. ეს რაღაცნაირად იცით, ბიბლიას გავს, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეს. ჩვეულებრივად ერთი უნდა გქონდეს სახლში, მგონი 3 ეგზემპლარი ვიყიდე. მაქვს ეს ფირფიტები, ალბომები, ნამდვილი ალბომები. მიდიხარ სტუდიაში მინიმალური ნივთებით და უკვდავებით ბრონდები. ანუ ყველა შევთანხმდით, რომ არსებობს ერთი ალბომი, რომელიც ჯაზის არსს იჭერს სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს იქნებოდა Kind of Blue. ვფიქრობდი, რომ ეს განსაკუთრებული იყო, მაგრამ არა ისე განსაკუთრებული, როგორც შემდეგ გახდა. დიახ, არ ველოდი, რომ ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ჯაზის ალბომი იქნებოდა. მაილს დეივისი, Kind of Blue. შედევრის აღნიშვნა. 50-იან წლებში ჯაზი ნიუ-იორკში ყველგან იყო. კლუბებში, გრინვიჩ ვილიჯიდან ჰარლემამდე. ბირდლენდში ხშირად მოდიოდნენ მუსიკოსები, რადგან იქ მაგალითად რამოდენიმე კვირა უკრავდა Count Basie's ბენდი და ადგილი ჰოლივუდურ ექსტრავაგანზას გავდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა. მუსიკოსები კადილაკებს მოიყვანდნენ და ტოვებდნენ. გადმოვიდოდნენ თავიანთ საყვარლებთან ერთად და ჩადიოდნენ კიბეებით ქვემოთ. ვფიქრობ 50-იან წლებში ჯაზის საკუთარ თავს პოულობდა, როგორც სახელოვნებო მუსიკა. ნიუ-იორკში ჯაზს ყველგან იპოვნიდი. ქალაქის ცენტრალური კლუბების სცენა ჯაზით ყვაოდა. ჯაზი ყველგან იყო. ყველგან, ანუ თვეში რამოდენიმეჯერ ტელევიზიით გადმოსცემდნენ, ასევე იყო გაზეთებში და ჟურნალებში. ეს მუსიკისთვის კარგი დრო იყო. ყველა ვინც ინსტრუმენტზე უკრავდა, იცოდით ვინ იყვნენ. ჟღერადობით ნამდვილად ცნოდით მათ. ეს იყო მძიმე, სვინგური, ბიბოპის მელოდიები, ბევრი ცვლილებებით. საყვირი კი ბევრ ცვლილებას უკრავს და მსგავს რაღაცებს. 50-იან წლებში თინეიჯერი ვიყავი. ძალიან გვიყვარდა დუ-ბოპ ჯგუფები. ბერდ ჯგუფები. Ravensი, Oriolsი. ეს ჩვენი მუსიკა იყო, ფრენკი ლაიმონი და თინეიჯერები. მაგრამ ჩემთან ჯაზი ყოველთვის იყო, რადგან სახლში ამას მშობლები უსმენდნენ. Duke Ellington's, Count Basie. ეს ჩემი მშობლების მუსიკა იყო და არა ჩემი. მაგრამ რაღაც მომენტში ჩვენ ეს გადასვლა გავაკეთეთ. არაერთი მუსიკიდან მეორეზე, არამედ კარი გავუყეთ მეორეს. არასოდეს დამიტოვებია რიტმ-ენ ბლუზი. მაგრამ ჯაზი ჩემს გარავში შევიტანე. მაილს დეივისი ნიუ-იორკში 1954 წელს ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში სასწავლებლად ჩავიდა. მასთან ჰქონდა თავისი ხიბლი, კარგი გარეგნობა და საყვირზე დაკვრის უნიკალური მიდგომა, თუმცა არასრულად ჩამოყალიბებული. ხალხმა ყურადღება 52 ქუჩაზე მიაქცია, სადაც მაილსი უკრავდა დიდებულ ჩარლი პარკერთან ერთად. მაილსი სისრულის განსახიერება იყო. როგორც გამოიყურებოდა, როგორც ეცვა და როგორც უკრავდა. მაილსი იყო მაილსი. მას არ უწევდა ეთქვა მაილს დეივისი. ის ამბობდა მაილს და იცოდით მისზე საუბრობდნენ. მაილსზე. არავინ იყო სხვა მაილსი და არავინ აკეთებდა იმას, რასაც მაილსი იმ წესით, როგორც ის აკეთებდა. ჩვენ ვაკოპირებდით თუ როგორ ეცვათ ამ ბიჭებს.
მათ გააკეთეს პროექტი დაბალ ეკონომიკურ და საშუალო ეკონომიკურ საზოგადოებაში. Ivy League-ის კოსტუმი ძალიან პოპულარული გახადეს. ეს არ იყვნენ Ivy League-ის ბიჭები. ეს იყო მაილსი და ისინი ყველა ერთნაირ კოსტუმებს ატარებდნენ. და ეს იყო ყველაზე მაგარი რამ, რომ მათ ყველას ჰქონდათ ერთი და იგივე ზეთისხილისფერი გაბრიალებული ბამბა, თეთრი პერანგით და ჰალსტუხით. ყველას ერთნაირად ეცვა. ეს ინოვაცია იყო იმ დროისთვის. ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, რომ გვენახა რა ეცვათ მათ. 1955 წელს ჰეროინზე დამოკიდებულების დაძლევის შემდეგ, რასაც შესაძლოა მისი მზარდი პოპულარობა შეეჩერებინა, ჩამოაყალიბა კვინტეტი, რამაც ჯაზის ისტორიაში ადგილი დაუმკვიდრა. ჯონ კოლტრეინი ტენორ საქსოფონზე, რედ გარლანდი კლავიშზე, პოლ ჩემბერსი ბასზე და ფილი ჯო ჯონსი დასარტყამ ინსტრუმენტზე. იმავე წელს მაილსმა კონტრაქტი გააფორმა Columbia Records-თან, ამერიკის უდიდეს ყველაზე ეფექტურ და ელეგანტურ ლეიბლთან. მან დრო არ დაკარგა. მისთვის ხელმისაწვდომი რესურსები გამოიყენა და ჩაწერა 2 გამორჩეული ორკესტრული ალბომი. Miles Ahead და Porky და Bessie, Gil Evans-თან ერთად. უნიკალურ არანჟირთან, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა Miles-ისთვის სრულყოფილი გარემო შეექმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მაილსის შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა. ამ ჭორებს ჩრდილოეთ ფილადელფიაში ვიგებდით. ვინმე გაავრცელებდა ჭორს. იტყოდა, რომ იცით, რედ გარლანდი ჯგუფს ტოვებს. და ეს მაილსის ქალაქში ჩამოსვლამდე ვრცელდებოდა. ფილი ჯო არ არის, რატომ? ეს ცუდია. ჯგუფი დაიშალა, სამწუხაროა. ამ დროს ჯგუფი ჩამოვიდა და დაკროლით ყველა გააკეშა. უბრალოდ ყველაფერი წაშალა. მაგრამ ყოველთვის, როცა ცვლილებას აკეთებდა, ეს სწორი იყო. ის სწორი იყო. ასევე ცოტა შემზარავი იყო ამ ჯგუფში მოსვლა ფილი ჯო ჯონსის შემდეგ, რომელიც ჩემი დიდი მეგობარი იყო. მე მიყვარდა ჯონსი როგორ უკრავდა, მაგრამ უბრალოდ ისე მოხდა, რომ სანამ ეგ მივედი, მუსიკა უკვე იცვლებოდა. ის აერთიანებდა ადამიანებს, რომლებიც ერთ სტილში უკრავდნენ. იყო ადამიანებთან, რომლებიც სხვა სტილში უკრავდნენ, განსხვავებულ სტილში, ან შესაძლოა კონტრასტულ სტილში. უმეტესობა ამას ვერ გაბედავდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს არ იმუშავება. მაგრამ მაილსი აერთიანებდა ამ ელემენტებს, რადგან ენდობოდა თითოეული მუსიკოსის პატიოს ან სულს, რომლებიც ცდილობდნენ მის ამუშავებას.
მისი მუსიკა რაღაცნაირად წარმოადგენდა იმას, ვინც მას ჯგუფში ყავდა. უინტონ კელი იყო პიანისტი, რომელიც ჯგუფში ბილ ევანსის წასვლის შემდეგ უკრავდა. შემდეგ იყვნენ Cannonball Adderley, John Coltrane, Paul Chambersი და მე. ყველა მაგარი იყო. ისინი სუპერ გმირებივით იყვნენ. მათ სუპერ ძალები ჰქონდათ. ეს იყო ჯაზის სამართლიანობის ლიგა. ჯონი ძალიან პირქუში იყო. ძალიან. ყოველთვის უფრო პირქუში, ვიდრე მაილსი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჯონ კოლტრეინი და Cannonball. როდესაც Cannonball-თან ერთად ხართ, ყოველთვის მხიარულად ხართ. ის მქადაგებელია, ყუნავს, ბედნიერია, სიცოცხლით სავსეა. ჯულიანი ხუმარა იყო. ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარდა. შეეძლო მუდმივად და გაუჩერებლად ესაუბრა. ჯგუფის სახელოსნო იყო. მაილსი ყველას ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, რა არ უნდა გაეკეთებინათ. არა იმდენად, რა უნდა გაეკეთებინათ. მას არასოდეს უთქვამს ვინმესთვის რა დაეკრა. ერთხელ მგონი სცადა რაღაც ეთქვა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრაზე. მე კი ვუთხარი, მომეცი საშუალება რომ დავუკრა. ასე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ამის თქმა შემეძლო მისთვის ჯგუფიდან გაგდების გარეშე. ეს იდეალური ქორწინება იყო. ჯიმი კობი და პოლ ჩემბერსი. პოლ ჩემბერსი იყო პირველი ბასისტი, რომელიც უკრავდა ბას ხაზებს, სადაც პირველი ნოტი ყოველთვის არ იყო ძირი, რასაც ხალხი ელოდა. რა თქმა უნდა, მისი სოლოები შეუდარებელი იყო და დიდებული ხმა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვიყვი, ის იყო ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ნოტს რომ დაუკრავდა, იცოდით რომ ეს პოლ ჩემბერსი იყო. ბილი, თქვენ მართლაც იღებთ ერთგვარ ქალაქის ცენტრის განცდას. არ შეიძლება თავის არედება, როცა ბილ ევანსს უსმენ. ეს მართლაც რაღაცნაირად ბნელია. ის პირქუშია. უინტონ კელი, სრულყოფილი მეტოქე მაილსის ხმლისთვის. მთელი ცხოვრების მანძილზე მაილს დეივისი მოუსვენარი არტისტი იყო. Kind of Blue ექსპერიმენტული ალბომი იყო, რომელზეც მისი დახვეწილი სექსტეტი შეეცდებოდა შეექმნა დიდი გობელენები მუსიკალური ჩანახატებისთვის და რეჟიმისთვის. არსებობდა კონცეფცია, რომელიც მთელ ჩანაწერში გამოიყენებოდა. სახელწოდებით მოდალური დაკვრა. ეს კონკრეტული Kind of Blue იყო ერთ-ერთი პირველი მოდალური განსხვავებული ალბომი. განსხვავებით იმისგან, როგორი იყო ჯაზ მუსიკა მანამდე. ნაცვლად ყველა ამ საოცრად დახვეწილი აკორდების, ცვლილებებისა თუ სხვადასხვა ჰარმონიებისა, მაილსმა თქვა, რომ ამ ყველაფრის ნაცვლად გამოვიყენოთ რეჟიმი ან გამა, რაც გვაძლევს შანსს ცოტა გავფართოვდეთ, მოვშორდეთ გარკვეულ აკორდულ პროგრესიაში ჩაკეტას, რომლებიც გარკვეული მიმართულებით მოძრაობენ. ის ცდილობდა გამარტივებას, მაგრამ გამარტივება არ არის ზუსტი სიტყვა. ის ცდილობდა უფრო ნათელი გაეხადა. შესაძლოა ესაა სწორი სიტყვა. და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა იქნებოდა ყველაფრის ერთ ტონალობამდე დაყვანა და მასზე დაკვრა. მაილსის მიდგომის სიმარტივე წარმოუდგენელია ჰარმონიულად და მელოდიურად. ანუ თუ ამას ქაღალდზე გადაიტანდით, იტყოდით, კარგი რა, ზედმეტად ბანალური. ეს არის ხერხი, რომელსაც მაილსი იყენებდა მუსიკალური მიზნის მისაღწევად. მაილს დიდი ჰარმონიული გრძნობა ჰქონდა. მან იცოდა, როგორ დაედო ერთი აკორდი მეორის წინააღმდეგ. ერთგვარად ნახევრად გარეთ და ნახევრად შიგნით დაკვრა. შიგნით და გარეთ. ხალხს ადრევე სურდა ჯაზისთვის ასეთი იდეის დაწერა. მთელი ეს მიდგომა იწყება მის მიერ ლიფტი ეშაპოძე საუნდტრეკის შექმნით საფრანგეთში 1958 წლის დეკემბერში.
სადაც მას არ ჰქონდა შანსი ევარჯიშა იმ ფრანგულ ჯგუფთან, რომელმაც დაუკრა ეს მუსიკა ლუი მალის ფილმისთვის. ამიტომ მას უწევდა უბრალოდ ჰარმონიების, მელოდიური იდეების და ასე შემდეგ ერთმანეთთან შეკრება. ამით მუსიკოსებს საკუთარი საქმის კეთების საშუალება მიეცა. ისინი შევიდნენ და დაიწყეს ფილმის გადაღება. მაილსი და დანარჩენი მუსიკოსები რეაგირებდნენ იმაზე, რასაც ეკრანზე ხედავდნენ და შექმნიდნენ ამ მუსიკას სპონტანურად. ასე რომ მარტივად შეგეძლიათ განიხილოთ ლიფტი ეშაპოძზე როგორც სტუდიისადმი ამ მიდგომის ერთგვარი გეგმა. და რომელია შემდეგი ალბომი, რომელზეც ის მუშაობს? ეს არის Kind of Blue 1959 წლის მარტში. Kind of Blues ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც ყველასთვის საკმაოდ ნაცნობია და განსაკუთრებით მუსიკოსებისთვის, ეს კომპოზიციების სიმარტივეა. საშუალებების ეკონომია. ის ძალიან დახვეწილი იყო. ხისტი არ იყო. მაილსის იდეა ის იყო, რომ სურდა მუსიკაში აღმოჩენის სულისკვეთების დაფიქსირება. თუ თქვენ ყველაფერს ისე დაამუშავებთ, რომ ყველამ ყველაფერი იცოდეს მუსიკის შესახებ, მაშინ თქვენ გადააჭარბებთ აღმოჩენის სულისკვეთებას. მას სურს ალბომზე მუსიკის აღმოჩენის დაფიქსირება. ის მიდის პირველი აზრის საუკეთესო აზრიას ფილოსოფიასთან და მაილსი ნამდვილად იყო ის ადამიანი, ვინც ამას გრძნობდა. შესაძლოა მან გააცნობიერა, რომ მსგავსი გამოცდილებით მუსიკოსები გაიზარდებოდნენ. იქნებოდა ალბომი, რომელიც ხილული დოკუმენტი იქნებოდა მსოფლიოსთვის. და ეს ყველაფერი პირველივე ცდით. ანუ, არ გეძლევათ შანსი, რომ მასზე იმუშაოთ. თქვენ ამას მსოფლიოს თვალწინ ცოცხლად ამუშავებთ. იმიტომ რომ ეს ჩანაწერშია. მაილსს ეს უნდოდა. თქვენ უსმენთ თითოეული ნაწარმოების პირველ სრულ შესრულებას. თუ შეგეძლიათ მიიღოთ პირველივე ასეთი ნედლი ჩანაწერი და ის საკმაოდ კარგია, ტოვებთ და იცით რომ ნამდვილად კარგია. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ამ ალბომის წარმატება. ყველა ეს ჩანაწერი პირველი დუბლია. Kind of Blue ცნობიერი ბილ ევანსის დაბრუნებას მოითხოვდა, რომლის ჰარმონიული და მელოდიური მგრძნობელობა აუცილებელი იყო იმისთვის, რისი მიღწევაც მაილსს სურდა. როცა ბილი მოვიდა, ძალიან განსხვავებული იყო. განსხვავებული ყველასგან. ეს იყო პიანინოს სრული ცვლილება. ყველაფერი განსხვავებული იყო. მისი მიდგომა განსხვავებული იყო. ის უკრავდა, მაგრამ სხვაგვარად. ბილ ევანსი რომ ვნახე, ვფიქრობდი, ვინ არის ეს ახალგაზრდა თეთრკანიანი ბიჭი? რა შეუძლია მას? ბილ ევანსი უბრალოდ მაილსის არჩევანი იყო იმ კონკრეტულ დროს და არ მგონია, რომ რომელიმე მუსიკოს მისთვის რაიმე საყვედური ეთქვა მის ჯგუფში თეთრკანიანი ბიჭის ყოფნის გამო. არავის, არ მგონია. არ მგონია, რომ ვინმე შეეძლო მაილსთან მისულიყო და ეთქვა, რატომ ყავს ეს ბიჭი შენ ჯგუფში? ეს ასე არ მუშაობს. მახსოვს, მანქანაში ვისხედით და სადღაც კონცერტზე მივდიოდით. საუბრობდით კენონთან, მაილსთან და პოლთან. ჩვეულებრივ მანქანაში ვისხედით და ვსაუბრობდით. ბილი კი უბრალოდ იჯდა და გვისმენდა. მოულოდნელად მას რაღაც უნდა ეთქვა. მან რაღაცის თქმა დააპირა. გავაჩერე და ვუთხარი. მოიცადე. ჩვენ არ გვაინტერესებს თეთრი მოსაზრებები. ვფიქრობ, ბილ ევანსმა რაღაც დაამატა ჯგუფს, რამაც საბოლოოდ გამოიწვია Kind of Blues წარმატება. რადგან ის იყო სრულყოფილი პიანისტი ამ ალბომისთვის. მისი შეხება ინსტრუმენტზე იმდენად მშვენიერი იყო, მისი სვინგი იმდენად მოდუნებული იყო, მაგრამ მაინც ზუსტი. მაილსის ნოტების სიმწირე, ბილ ევანსის ნოტების სიმწირე და ლამაზი ფერები. ისინი ხელჩაკიდებულები არიან. მაილს გარკვეული ჟღერადობა ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელსაც მისი აზრით ბილი უფრო ადრე იპოვნიდა. მაილს მთელი კონცეფცია ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომელიც სურდა განვითარებულიყო, როდესაც ის და ბილი ერთად დაუკრავდნენ. არ შეიძლება იმის თქმა რა არის უფრო ძლიერი გავლენა, რადგან მაილსი ლიდერია და რა თქმა უნდა მისი დაკვრის სტილმა მოდა დაამყარა. მაგრამ ჰარმონია, ან ამ შემთხვევაში ჰარმონიის არარსებობა, მაგრამ შემცვლელი ტიპის ჰარმონია, რომელიც ასე გავრცელებულია Kind of Blues-ზე, ნამდვილად ბილ ევანსია.
მას ძალიან უყვარდა ბილი. ამბობდა, რომ ბილს ურეკავდა და ეუბნებოდა ტელეფონი პიანინოს თავზე დაედო და დაეკრა. მაილსი კი მეორე მხარეს იქნებოდა. ის აღმერთებდა ბილის დაკვრას. ისინი შეხვდნენ და ისაუბრეს სხვადასხვა ნაწილების სხვადასხვა ფორმებზე, რადგან ეს არ იყო დაბეჭდილი, დაწერილი ნაწილები, არამედ განვითარდა კლავიშთან და საყვირთან საუბრით. ბილმა ამის შესახებ ალბომის ანოტაციაშიც დაწერა, სადაც ის პერგამენტზე იაპონურ მხატვრობას შეადარა. ბილის მიდგომა ნოტებში თითქმის ზენის მსგავსია. უშუალობა, მომენტი, აქ და ახლა ყოფნა, რაც ჯაზის არსია, მაგრამ თავისუფლებით, რომელიც იაპონურ ფუნჯს მოგაგონებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ფუნჯის მოსმა მთავრდება და სწორად ეს არის ხელოვნება. მე მიყვარს Kind of Blues-ზე ფიქრი, როგორც ამ მუსიკალური ძმობის, ამ ნაკლებად სავარაუდო მუსიკალური ძმობის შედეგებზე 50-იანი წლებიდან. ის ფაქტი, რომ ორივეს შეუყვარდა თანამედროვე კლასიკური მუსიკა და ნამდვილად გადაწყვეტილი ჰქონდათ ეპოვნათ გზა, რათა ამენით ესაუბრათ 50-იანი წლების ბოლოს ჯაზთან, მართლაც Kind of Blues გულსა და სულშია. Kind of Blues მაგიის ნაწილი მისი ჟღერადობაა. ხმის ინჟინერმა ფრედ პლოტმა მიაღწია დეტალური სიცხადისა და რეზონანსული სიღრმის ბალანსს. ჩაწერა კოლუმბიის 30-ე ქუჩის სტუდიაში შედგა, სადაც მანამდე ეკლესია იყო, რომელიც ნიუ-იორკის ფილარმონიის, ტონი ბენეტის, დიუკ ელინგტონისა და Sing Along with Me-ის სახლი იყო. 30-ე ქუჩის სტუდია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე იყო ჯადოსნური სტუდია, ჯადოსნური ხმით. თქვენ შეგეძლოთ ერთი ნოტის დაკვრა და ის არაჩვეულებრივ არ ჟღერდა. კედლებზე ხის პანელები იყო. მას უბრალოდ შესანიშნავი ხმის ხარისხი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ყველა ვნანოთ, რომ ის შენობა აღარ არის, რადგან ეს ოთახის შესანიშნავი ჟღერადობა იყო. და თუ შეგიძლიათ ამ ოთახის ისტორია გაიხსენოთ, იცოდეთ, რომ ის მოჩვენებები ჯერ კიდევ იქ დაფრინავენ. უბრალოდ კონცენტრირდით იმ ადამიანებთან დაკვრაზე და კარგ დროს გაატარებთ. იქ უამრავი მუსიკაა ჩაწერილი, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერშია. ერთი რამ, რაც მიხარია, არის ის, რომ ჯგუფმა შეძლო ფიზიკურად ასე ახლოს ყოფნა ამ უზარმაზარ ოთახში. ხმა ძალიან დახვეწილი იყო. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ, სულიერ სიმფონიას დირიჟორობთ საუკეთესო ადგილიდან და ყველაფერი გესმით. 30-ე ქუჩა თავდაპირველად ძველი სომხური ეკლესია იყო. და როცა ვამბობ ძველს, იმას გულისხმობ, რომ ის მთლიანად ხის იყო. ძველი სტილის ხის. 100 იყო, რაც დამეთანხმებით უზარმაზარი ადგილია. დიდი და ბევრი ადგილი იყო. ასე რომ მარტივად შემეძლო უკან დახევა, რომ იქ ვითომ არ ვიყავი. Kind of Blues სესიაზე არ მგონია მაილს ან ვინმეს ჩემზე ებიკრა. ასე რომ თავისუფლად შემეძლო უბრალოდ მეყურებინა და გადამეღო, რაც ჩემთვის რელევანტური იყო. ჭერში ერთ-ერთ პანელში ხვრელი იყო და შესაძლებელი იყო იქ ასვლა და იატაკის შუაგულის ზემოდან გადაღება. იმ დღეს მხოლოდ 3 ფირი გადავიღე. დღეს კი 10-ჯერ მეც გადავიღებდი. იცით, თქვენი იატაკი ჭრიალებს. ხვდებით, რას გულისხმობ? გესმით ჩემი? დიახ. კარგი წავედი. კარგი. როდესაც მაილსი სტუდიაში იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ის ბედნიერი იყო, თავს თითქოს სახლში გრძნობდა. ეს აშკარა იყო მის საუბრებში, განსაკუთრებით პროდიუსერ ირვინგ თაუნსენდთან. არტისტსა და პროდიუსერს შორის მეგობრობა ყოველთვის არ გამოდის. მაილს, ახლა საიდან იმუშავებ? აი აქედან. კარგი. რადგან თუ უკან დაიხევთ, ვერ დაგიჭერთ. წეღან იდეალურ ადგილზე ideki. დაკვირისას საკვირს ოდნავ დავწევ. გასაგებია, შეიძლება ოდნავ დავწიო. მიკროფონებს არ შეეღო. ეს ჩვენ წესებს ეწინააღმდეგება. კარგი, წავედით. მზად ხართ? დიახ, სერ.
ნომერი 2. ალბომის ჩაწერის დროს საკმაოდ ბედნიერი ატმოსფეროს უფევდა. რადგან მაილსი ხშირად მხიარული იყო. სასაცილო რაღაცებს აკეთებდა. წინ და უკან დადიოდა ინჟინერთან ჯიხურში და მსგავს რაღაცებს აკეთებდა. არ მინდა ხმის ინჟინერ ფრედ პლაუტს რაიმე დამსახურება წავართვა, მაგრამ ეს იყო უმარტივესი სესია, რაც კი ფრედს ოდესმე ჩაუწერია. მას შემდეგ, რაც ფრედმა თითოეული მათგანისთვის ციფერბლატები დააყენა, მას არაფრის გაკეთება აღარ დასჭირდებია, რადგან ყველაფერს მუსიკოსები აკეთებდნენ. მთელი ამბავი ის არის, რომ მან ეს ჩაწერის დღეს შეკრიბა. წინაღამით ფურცელზე რაღაც ჩანახატები დააკეთა. და ვფიქრობ, რომ მას აქვს სპონტანურობა და სიახლე, რაც ძალიან ცოტა ალბომს აქვს. ზოგჯერ, როცა ყველა ერთად ეკრიბებით ძალიან კარგ მუსიკოსებთან ერთად დასაკრავად და პირველად ცდილობთ რაღაცას, ის არასოდეს არის უკეთესი, ვიდრე ის მომენტი, როცა პირველად წარმოიდგენთ მას და ის მუშაობს. და მთელი ეს ალბომი ასეთი ჩანს. ამ ალბომში ყველა მელოდია ერთი დუბლით არის ჩაწერილი. შესვენების გარეშე. და იცით, ეს ძალიან იშვიათი იყო მაშინაც და დღესაც, რა თქმა უნდა. ამ ალბომზე მუსიკა განკუთვნილი იყო ჯაზში არსებითად მოდალური დაკვრის შესასწავლად. მაგრამ არა როგორც აკადემიური სავარჯიშო, არამედ როგორც გამოხატვის საშუალება. და ის, რაც საბოლოოდ ამ ჩანაწერიდან გამოვიდა, უბრალოდ გასაოცარია. დიდებულია. Kind of Blues პირველ გვერდზე შესული კომპოზიციები 1959 წლის 2 მარტს ჩაიწერა. ეს დიდებული მელოდია. მახსოვს ამ ყველაფრის შემდეგ შესვენება მოიწია. ყველა მიცის so what. მაილსმა მითხრა, რომ ყველას მოსწონს so what. ეს მისი სიტყვები იყო. ყოველთვის მახსოვს, რომ ეს უბრალოდ მაგარი სათაური იყო ამ მელოდიისთვის. ამ კომპოზიციის შემდეგ ყოველთვის იმეორებდა. ის არ იწყება ფანფარით, დიდი აფეთქებით. ის თითქმის ჩურჩულით იწყება. ძალიან ჩუმად და იდუმალებით. ბასი იწყებს. ჯიმი კობი არ უკრავს. ის უკრავს აი ასე. ზუსტად არ იცი სად წავა.
ცოტა დამაბნია. ცდილობ გამოვიცნო. სად არის? სად მიდის? ეს რას ნიშნავს? მაილსის სოლოს დასაწყისში კომპოზიციაში So What ტაქტის პირველ დარტყმაზე დავკარი კრეშით სიმბალს, რათა ეფექტური აქცენტი გამეკეთებინა. პირველი სოლო იწყება და ჯიმი კობი უბრალოდ უკრავს ამ სიმბალის კრეშს. არც ისე ხმამაღლა, მაგრამ უბრალოდ იდეალური სახის აქცენტით. მეგონა ძალიან ძლიერად ავარდი სტუდიაში. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ის იყო, რაც უნდა გამეკეთებინა. და შემდეგ მაილსი უკრავს. უმარტივეს ნოტებს. ამაზე მარტივი ვერ იქნება. უეინ, კენონბოლის შემდეგ თქვენ ისევ დაუკრავთ. შემდეგ კი ჩვენ შევალთ და დავამთავრებთ. ჩემი საყვარელი მელოდია ალბომზე ყოველთვის იყო Freddie Freeloader. Freddie Freeloader მას ერთგვარი ბედნიერი ჟღერადობა აქვს. მიზეზი, რის გამოც მას Freddie Freeloader დაერქვა, იყო ერთი ბიჭი სახელად Freddie. ის ყოველთვის ცდილობდა უფასოდ მიეღწია მუსიკოსებთან. ასე რომ მაილსმა მას Freddie Freeloader-ში ერქვა. ეს ბიჭი მკაცრი ბიჭი იყო. დიახ, Freddie ძალიან კარგად ვიცი. ის მართლაც Freeloader-ი იყო. Freddie Freeloader-ი ყველაზე ხალისიანი, რაღაცნაირად უდარდელი მელოდია ალბომზე. და მკვეთრ კონტრასტშია ყველა სხვა მელოდიასთან, რომლებიც kind of blues-ია. ეს ნამდვილად გამორჩეულია სხვათან შედარებით. ეს ნაწარმოები მართლაც განწყობილია ერთგვარად უინტონ კელის გამოსაჩენად. ის შეხვედრაზე მოვიდა და დაინახა ბილი. შეეშინდა, თქვა, მოიცადე, მეგონა ამ შეხვედრაზე დამიძახეს. მე კი ვუთხარი, კარგია, ორივე აქ ხართ და იმუშავებთ. ორივე იქნებით შეხვედრაზე. ნუ ჩავარდები პანიკაში. ცოტა ხნის შემდეგ თქვა, კარგი. უინტონი დამშვიდა. შემდეგ კი გავაკეთეთ ის, რაც გვინდა. საყვირები პატარა ფრაგმენტს უკრავენ. შემდეგ კი უინტონი ამას უფრო დიდი ულამაზესი წარმოდგენით პასუხობს. ჩემთვის უინტონის დაკვრის აღწერა იგივეა, თითქოს ბას-გიტარაზე უკრავ და ვერ ახერხებს სწორად დაკვრას. მაგრამ უინტონი ჯდება, რომ რეალთან და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის ბლუზი, მაგრამ ეს ერთგვარი ბლუზია. ბლუზის განცდა. ეს არის ძაფი, რომელიც რაღაცნაირად აკავშირებს ყველა ნაწილს ერთმანეთთან. ბლუზის განცდა უნივერსალურია. ანუ ის ასეთია. რაღაც არის ამ ინტერვალებში. დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ საშუალება, რომ გვითხრან, რატომ ახლა. რაღაც ქიმიური, რაღაც ელექტრონული ხდება თქვენს ტვინში. რაც ამბობს, დიახ, ეს სახლია. მე შემიძლია მისი გაგება. საეკლესიო მუსიკა ბლუზია. ბლუზი ეკლესია. ორივე გზით მიდის. ყველაფერი ბლუზია. მის გარეშე მუსიკა უბრალოდ არ არის. არ არის ფანკი. და არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეს სტრუქტურები ყველგან გვხვდება. ბლუზის გარეშე ჯაზი არ გვექნებოდა. ისინი ყველა განსხვავებული სახის ბლუზია. ამჯერად ეს საკმარისად ლურჯია. ეს მხიარული ბლუზია. ეს ბედნიერი ბლუზია. ასე რომ, ის უბრალოდ ერთგვარად ლურჯია. დავიფიცებ, რომ მან არა მხოლოდ ფერი, არამედ მრავალი ფერი. ლურჯის მრავალი ელფერი იგულისხმება. ბლუზი ეს ჯაზის საფუძველია. ასე რომ ის ამ სიტყვას სათაურის ნაწილად იყენებს. ვფიქრობ, მისთვის ჟღერდა, თითქოს რაღაც ლურჯი მუსიკა იყო და ალბათ ამიტომაც დაარქვა ასე. თუ გსურს ოთახის ბუნებრივი ექოს მოსმენა, მაილსის სოლოს დასაწყისი Blue and Green-ში ექოს კარგი მაჩვენებელია. დასაწყისში მაილსის საყვირი უბრალოდ საოცრად ჟღერს ამ უდიდეს სივრცეში. თქვენ გესმით ამ ოთახის სითბო და ნათება მაილსის საყვირის ირგვლივ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული მომენტია 30-ე ქუჩის სტუდიისთვის. Blue and Green-ის ესკიზი მქონდა.
რაც ჩემი მელოდია იყო. ბიჭებისთვის მელოდია და მისი ცვლილებების მონახაზიც მე მეკუთვნოდა. რაც ბილ ევანსმა გააკეთა. ამის გამეორება შეუძლებელია. ის თითქოს არ ვიცი იმ დროს სად იყო. ალბათ საკუთარ სამყაროში. ბილ ევანსი საფუძველს ამზადებს. შემდეგ მაილსი შემოდის ზუსტად ასე. ეს ხმა ძალიან იდუმალია. მას მეტის დაკვრა არ უწევდა. ეს საყვირი, ეს ჰარმონია, ეს ჟღერადობა, ისეთია თითქოს ამ კუთხით ეს მართლაც მაგარი ხმა. ხედავთ ყვამლს, რომელიც იატაკიდან ამოდის. ის ცნობილი გახდა თავისი ჰარმონის ხმის ჩამხშობით. ამოიღებდა საყვირიდან, იატაკზე დააგდებდა, შემდეგ თითებით დააჭერდა და ისევ უკან აბრუნებდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, იქნება ასე იღებს ის თავის ჟღერადობას. პატარა ბარაბანი დასარეგულირებელია, ვიბრაცია მოდის. ეს ამის ნაწილია. რა? ასეა ჩაფიქრებული. Blue and Green-ზე მაილსი ყოველთვის ამბობდა. უბრალოდ მინდა მცურავი ხმა მესმოდეს. მიხვდი? კარგი მცურავი ხმა. ამიტომ ასეთი რაღაც გავაკეთე. Blue and Green. უბრალოდ ყველაზე რომანტიკული, ეთერული, მეოცნებე გამოცდილება. თუ სიყვარულით სავსე ალბომს ეძებ, მაშინ Kind of Blue. სწორედ ისაა, რაც გჭირდება. მაილს ჰქონდა მძაფრი რაღაცები, რაც მხოლოდ რომანტიკას ნიშნავდა. ეს ერთგვარად სექსი იყო. ამ ალბომის მოსმენისას ქალებს რაღაცნაირი თავბრუსხვევა ემართებოდათ. ეს ძალიან სექსუალურია. თქვენ იღებთ ემოციების სრულ მრავალფეროვნებას ჩანაწერზე. მას ერთგვარი მარტოხელობის განცდა ჰქონდა. ის ჟღერდა თითქოს სადღაც სამხრეთ პოლუსზე ყინულის მთაზე მარტო იჯდა. ეს მართლაც მშვენიერი ხმაა. თქვენ არა მხოლოდ მელოდიას ისმენთ, არამედ შეგეძლიათ მელოდიაში ტექსტის მოსმენა. ალბომის მეორე გვერდს 7 კვირა მოუწევდა ლოდინი რომ გამოსულიყო. ამასობაში კოლტრეინმა მუშაობა დაიწყო თავის კლასიკურ Giant Steps-ზე. მაილსმა კი სატელევიზიო გადაცემა ჩაწერა გილ ევანსის ორკესტრთან ერთად CBS-ის ტელევიზიისთვის. თხრობის მრავალი გზა არსებობს და რასაც ახლა უსმენთ, მაილს დეივისის მუსიკაა. ერთ-ერთი ასეთი გზა. ჩემი სახელია რობერტ ჰერიჯი და ეს არის სტუდია 61 ნიუ-იორკში. თეატრი მოთხრობებისთვის. პირველი ჩაწერის სესიიდან 51 დღის შემდეგ სექსტეტი ხელახლა შეიკრიბა და მაგია დაიბრუნა. გახსოვთ ალბათ All Blues. პირველად როცა Black Hawk-ში წავედი და ჯგუფის დაკვრა მოვისმინე, შევედი და მთელ კლუბში ერთგვარი სქელი ატმოსფერო იყო. მთელ კომპოზიციაში განწყობა იყო შექმნილი. მაილსი ერთ-ერთი იმ ადრეული მცირე ჯგუფის ლიდერია, რომელმაც იგრძნო, რომ ბასი მნიშვნელოვანი იყო მის ჯგუფში. აქ გვაქვს ერთგვარი ფანკი, ბლუზური ბასის ხაზი. ბილი უკრავს ორ მაკტრილს, მარცხენა ხელით და მარჯვენა ხელით. ანუ ეს რაველს ან რაღაც მსგავს გავს. All Blues-ის დასაწყისში ყველა ეს ორნამენტი, რასაც უკრავ, ჩემი წვლილი იყო. შესანიშნავი არჩევანია, რომელიც ევანსმა გააკეთა. დასაწყისი ეს ისეა თითქოს
გზაზე მიდიხართ, სადღაც განსაკუთრებულ ადგილზე. და ის მართლაც მიგიყვანთ იქ. იცით, ძალიან მიყვარს. მე კენონბოლის დიდი ფანი ვარ. ფიქრობის დიდებულია. კენონბოლი შემოდის და ზოგჯერ ისე უკრავს, თითქოს თითო ნოტში განსხვავდნენ. მისი ბლუზის დაკვრა განსაკუთრებით დიდებულია, რადგან მას თითქოს ბლუზის დიდი ფესვები ჰქონდა. Two kind of blues-ი არის ერთი მელოდია, რომელიც ნამდვილად ასახავს მოდალური ჯაზის ასპექტს. სადაც ნამდვილად არ გაქვთ საწყისი მელოდია ან თემა, რომელზეც შეგიძლიათ დაუკრათ. სადაც სოლისტებს ნამდვილად უწევთ საკუთარ გამოგონებაზე. სტუდიაში სპონტანურ გამოგონებაზე დაგვრჩება. ეს არის 5 გამა ზედიზედ, რომლებიც ქმნიან ფლამენკო სკეჩის. მისი სიმარტივე მას უფრო დიდებულს ხდის. ტრეინის დაკვრაში კიდევ ერთი საინტერესო რამ არის. აბსოლუტური სიმარტივე, რომლითაც ის უკრავს მაჟორულ გამაზე ფლამენკო სკეჩისში. ანუ მთლიანად ლირიკული, მთლიანად მარტივი, მხოლოდ მაჟორული გამის ნოტები და უბრალოდ გასაოცარი იმპროვიზაცია. თითქმის სასიმღერო, საბავშვო რითმების მსგავსი რაღაცები, მაგრამ როგორც ის უკრავს, ამ ხელოვნებით და ასეთი დიდებული ხმით, სწორედ ეს ხდის მას ასე დამაჯერებელს. მას შემდეგ რაც Kind of Blue გამოვიდა, კლუბში ბევრი ხალხი მოდიოდა. მათ მანამდე ჯაზისთვის არასდროს მოусმენიათ. Kind of Blue შეგვიძლია ასე დავახასიათოთ. ეს იყო სრული გამოხატულება. ბევრი ჯაზ ალბომი კონტრასტის გათვალისწინებით შეიქმნა. Kind of Blues ჰქონდა კონტრასტი, მაგრამ ის თითქმის სუიტა იყო. ეს იყო ალბომი, რომელიც ალბომად იყო координირებული. ერთი მელოდია მეორეში გადადიოდა. როცა ეს გამოვიდა, ყველამ ვიგრძენით, რომ ეს რაღაც უნიკალური იყო. რომ ეს რაღაცას წარმოადგენდა, რაც ჯაზში ახალ ნაბიჯს ნიშნავდა. ყველა მუსიკოსი ამაზე საუბრობდა. ყველა ჯაზ მუსიკოსი ამ ალბომზე საუბრობდა. ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მოისმინე Kind of Blue, რადგან ყველას ჰქონდა ეს ჩანაწერი და ამ ალბომიდან მუსიკა ყველას ბაგეებზე იყო. ყველას თითების ქვეშ იყო. ყველა ცდილობდა ამ მელოდიების დაკვრას. ყველა მზის სინათლესავით შემოდიოდა. იყო ცოტა უცნაურიც და ნამდვილად არ მესმოდა. ბევრ მუსიკოს არ ესმოდა. როცა მოვისმინეთ, ბოლომდე მაინც არ გესმოდა რა იყო ეს. ვიცოდით, რომ განსხვავებული იყო მაილს დეივისის იმ ბიბლიოთეკისგან, რომლითაც გავიზარდეთ და რომლის მიბაძვაც ვისწავლეთ, როგორც შეგვეცა. ემოციურად იმ გრძნობის სიღრმე, რომელიც ამ ჩანაწერიდან ვრცელდებოდა, თითქოს უფრო ღრმა ადგილიდან მოდიოდა, ვიდრე მაილსისგან მანამდე ნანახიან მოსმენილი ჩანაწერები. მაილსის ყველა ჩანაწერი სხვადასხვა ხარისხით ღრმა. ეს ალბომი ცალკე გამოხატავს იმ სიღრმის შემდეგ დონეს, რომლის მიღწევაც ჯაზის სულს შეუძლია. Kind of Blues ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ირონიული და ნამდვილად სამწუხარო ასპექტი არის ის ფაქტი, რომ ის გამოდის თითქმის იმავე კვირაში, როცა მაილს ეს ძალიან სამწუხარო შეხვედრა აქვს ახალბედა პოლიციელთან ბირდლენდის გარეთ.
ბერტლენდი კი მისი სახლივით იყო. On August 17, 1959 წლის 17 აგვისტოს მეორე ჩაწერის სესიიდან 4 თვეზე ნაკლებ დროში Kind of Blue გამოვიდა და მაილს დეივისის სექსტეტი ბერტლენდში ორკვირიან კონცერტს იწყებს. იმ ღამეს მაილსი ზემო თავიდან მოსაწევად, სადაც აფიშაზე ეწერა მაილს დეივისის სექსტეტი. ყველაფერი ჩანდა. თვალსაჩინო ადგილი იყო. უცებ პატარა ახალბედა პოლიციელი მიუახლოვდა და მაილს უთხრა, რომ იქ დგომა არ შეეძლო. მაილსმა კითხა, რატომ? რას გულისხმობდა, რატომ არ შეეძლო? პოლიციელმა კი უთხრა, მე ქვემოთ მუშაობ და აქ ზემოთ კვამს ვსუნთქავ, არ მსიამოვნებს. მაილსმა კი უთხრა, აი ჩემი ფოტო აფიშაზეა, რა პრობლემაა? პოლიციელმა უთხრა, რომ არ აინტერესებდა. იქ დგომა მაინც არ შეეძლო. მაილსმა კი უთხრა, რომ არ წავიდოდ. არ წახვალ? კითხა პოლიციელმა და მაილს ხელი ჰქრა. შემდეგ უნდოდა მაილსისთვის დაერტყა. მაილსი კი უბრალოდ თავის დაცვასაც ცდილობდა, რათა ხელი არ მოხვედროდა. სანამ ის ახალბედა პოლიციელს ებრძოდა, მაილს უკნიდან მეორე პოლიციელი მიეპარა და თავში ხელკეტი ჩაარტყა. რის შედეგადაც თავის ქალა გაუხატა. მაილს თეთრი ქურთუკი ეცვა და საკმაოდ ბევრი სისხლი დაღვარა. ისე მოხდა, რომ ძალიან მკაფიო ფოტოები გადაუღეს და Daily News მეორე დღეს ისინი მგონი ბოლო გვერდზე ჰქონდა. ვიღაც ქვემოთ ჩამოვიდა და თქვა, რომ მაილს თავში ვიღაცამ ჩაარტყა. მე ვკითხე რა? ზევით ავარდი და ვიკითხე. ვინ ჩაარტყა მაილს თავში? იქვე გოგონა იყო, რომელიც მეზობელ ბარში მუშაობდა. გლორია ერქვა. მან თქვა, რომ ამ ბიჭმა მაილს თავში ჩაარტყა და დამანახა ეს ბიჭი. უკნიდან მიეპარა და დაარტყა. პირველი რაც გავაკეთეთ, დავიჭირეთ ეს ბიჭი. სადღაც თეატრთან ახლოს. გონი 53 ქუჩაზე. კედელთან მივაყენეთ. აღმოჩნდა, რომ ისიც პოლიციელი იყო, დეტექტივი. სუნზე მაშინვე მივხვდი, რომ ნასვამი იყო. ხელს არ ვუშვებდით. უცებ გვეუბნება, რომ მე პოლიციელი ვარ. კარგი, თუ პოლიციელი ხარ, გვაჩვენე რამე საბუთი. ჩვენს მეგობარს თავში უმიზეზოდ ჩაარტყე. მაილსი 54 ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში წაიყვანეს, რომელსაც დაახლოებით 100 ადამიანი გაჰყვა. ჩვენც მივედით, მორიგე ოფიცერს ჩავაბარე ეს კაცი და უთხარი, ამ მთვრალმა პოლიციელმა უმიზეზოდ თავში ჩაარტყა ჩვენს მეგობარს მეთქი. ამან საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ მაილსი ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც თავისი რწმენის სიმამაც ჰქონდა. თუ მას ჯეროდა, რომ რასაც აკეთებდა, კარგი იყო, ის ბოლომდე აკეთებდა და ამ სიმამაცის შედეგებს განიცდიდა. ეს დიდი შთაგონებაა სხვებისთვის და მან ეს გააკეთა არა მხოლოდ თავისი მუსიკით, არამედ თავისი ცხოვრებითაც. კარგი, დავიწყოთ. მაილსის მუსიკა ყველგან იყო. გულისხმობ. გამიკვირდა, როდესაც სადღაც სამხრეთში რომელიღაცა DJ მაილსის მუსიკას უკრავდა და კონკრეტულად ამ ალბომს. დღეს Kind of Blues ეკო მრავალ სხვადასხვა სტილში ისმის. მისი გავლენა ბევრად ხდება ჯაზურ წერილს. ვფიქრობ, მისი გავლენა მთელ მუსიკაშია. მთელს მის მუსიკაში. ჯაზი ასახავდა განსაკუთრებულ მუსიკას. მან ასევე გამოსცა საკუთარი აურა, რომელიც სხვა მუსიკამაც აითვისა. ვფიქრობ, მის ჟღერადობას დიდი გავლენა ჰქონდა მის მუსიკაზე და მიმართულებაზე, საითაც ის წავიდა. და ის ყოველთვის ღია იყო ახალი რაღაცებისთვის და ახალი იდეებისთვის. ის ყოველთვის წინა პლანზე იყო. ლიდერი იყო. რაღაცას აკეთებდა და შემდეგ ყველა მას ბაძავდა. ბევრი მნიშვნელოვანი კონცეფცია იყო, რაც მაილსმა გამოიყენა Kind of Blues-ში. და მან ნამდვილად მოამზადა ნიადაგი მუსიკისთვის მე-20 საუკუნის დარჩენილი ნაწილისთვის. ეს იყო ატმოსფერო. ეს იყო განწყობა. ეს იყო რაღაც, რაშიც უნდა გეცურა და რაზეც უნდა გეფიქრა. ვფიქრობ, ეს მისი მუდმივი წარმატების ნაწილია. Kind of Blue ალბომია, რომელიც კვლავაც ყიდის წარმოუდგენელი რაოდენობის სიდებს ან ფირფიტებს კვირაში. მაილსმა უამრავი დიდი ალბომი შექმნა. უამრავი დიდებული მუსიკა ჩაწერა სიცოცხლის განმავლობაში. თუმცა მაინც ვერ ხვდები, რატომ არის ეს კონკრეტული ალბომი ის, რომელიც ყველაზე მეტ ალბომს ყიდის. ეს რაღაცაა, რასაც ვერასოდეს გავიგებთ. არავინ იცის, რატომ არის ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ მან დაწერა. თითქმის ყველგან, სადაც მივდივარ, ვიღაც მოვა ჩემთან და მეტყვის. როდესაც ჯაზური მუსიკის მოსმენა დავიწყე,
Kind of Blue იყო ალბომი, რომელიც პირველად მოვისმინე. ეს ხშირად ხდება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე ვსაუბრობ. ყველა ჩვენგანი, ვინც ამ მუსიკას უკრავდა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მართლა გვიყვარდა და ვზრუნავდით მასზე. ერთმანეთს პატივს ვცემდით, მუსიკას პატივს ვცემდით და რასაც ვაკეთებდით, როცა ვაკეთებდით, ეს ყოველთვის ნამდვილი იყო. ეს ყოველთვის მხოლოდ იმ ერთი მომენტისთვის იყო. მან უდიდესი ნდობა მოგვანიჭა ისევე როგორც ჩვენ მას. სწორედ ნდობა იყო მთავარი ფაქტორი ჯგუფის დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნაში და დიდებული მუსიკის ქონაში. როცა ამ ალბომს უსმენ, ის პირდაპირ ყველა იმ ბიჭთან მაბრუნებს და იგივე განცდა მაქვს, რაც მაშინ მქონდა. ისინი აქ აღარ არიან. ასე რომ ეს კიდევ ერთი პლუსია ამ ალბომის. შემეძლია უკან დავბრუნდე. თუ უინტონის მოსმენა და შეგრძნება მინდოდა, სახლში წავიდოდი და ამ ალბომს ჩავრთავდი. ისე ვიქვარ. უკვე იქ ვარ. ეს არის ძაფი, რომელიც გვაკავშირებს. და ეს ძაფი მაილს დეივისია. არ ვიცი სიტყვებით როგორ აღწერო, მაგრამ თითქოს მაილსის შეხების შემდეგ სამუდამოდ იცვლები. მაგრამ რაშიც იცვლები? უფრო მეტად ის ხართ, ვინც სინამდვილეში ხართ. Kind of Blues გამოსვლიდან სულ რაღაც ორ თვეში ის უკვე რადიკალურად განსხვავებულ პროექტზე გადავიდა. განსაცვიფრებელ Sketches of Spain-ზე, გილ ევანსთან ერთად. ის აგრძელებდა So What-ის და All Blues-ის ცოცხლად დაკვრას, მაგრამ მხოლოდ 8 წლის განმავლობაში. თუმცა 50 წლის შემდეგაც Kind of Blue აგრძელებს თავისი მაგიის მოქმედებას თაობიდან თაობაზე და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად. რეჟისორი კრის ლენსი, პროდიუსერი ნელ მალდერი. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.